კიმჩის მომზადებიდან გავიდა 4 დღე და ახლა უნდა გავსინჯო როგორი გამოვიდა. პირველ რიგში გეტყვით რომ საოცარი სურნელი აქვს. ახლა ნახოთ გემოთი როგორი იქნება. ვაუ. ძალიან გემრიელია. კომბოსტო უნდა გავჭირათ 4 ნაწილად, მოვაყაროთ მარილი და ჩავალაგოთ ცალკე თაშში. შემდეგ დავასხათ წყალი და გავაჩეროთ ასე დაახლოებით 3 საათი, რომ დარბილდეს. მანამდე კი მოვამზადოთ არომატული პასტა. ბრინჯის ფქვილი გავხსნათ წყალში, წამოვადოღოთ და შევინახოთ. ცალკე თაში გავხეხე ვაშლი, ჯანჯაფილი ნიორი, დავასხი თევზის соуსი, დავაყარე შაქარი. სურვილის ამებრ შეგიძლიათ ეს პროდუქტები დავბლენდეროთ. ასევე დავამატე გაციებული ბრინჯის ფაფა, მოვაყარე მწარე წიწაკა, დაჭრილი სტაფილო და ხახვი. მასა გავაერთიანე და კარგად გადავურიე. დავტოვე ოთახის ტემპერატურაზე დაახლოებით 1 საათით. კომბოსტო რომ დარბილდება, უნდა გავრეცხოთ გამდინარ წყალში, დაუჭრათ და აურიოთ მომზადებულ პასტასთან ერთად. ვინახავთ შუშის ჭურჭელში დაახლოებით 3-4 დღე და შემდეგ შეგვიძლია შევინახოთ მაცივარში 1 თვის მანძილზე.